მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო, გილოცავ შობა ახალ წელს. ფეხბედნიერი წელი ყოფილიყოს თქვენთვის, თქვენი ოჯახებისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ახალ წელს აღვნიშნავთ ისევ და ისევ, მინდა შევეხო თემას, რომელიც ძალიან მაწუხებს და დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან გაწუხებთ ეს საკითხი. ჯადო, გინება, ლანძღვა, აგრესია, უცენზურო სიტყვები, წყევლა, ეს ყველაფერი თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რასთან როგორ საქმე. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად ცუდია ადამიანისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნისათვის, სამყაროსთვის ასევე როგორი ცუდია ასეთი მიმართვა, ანუ გამოშვებული ყველა ჩვენი სიტყვა, რომელ სიტყვასაც ჩვენ პირიდან უშვებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ეს ყველაფერი სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი გვიბრუნდება უკან და იმას ვღებულობთ, რასაც უშვებთ ჩვენი პირიდან. ეს, რა თქმა უნდა, ენერგია, რომელსაც მატერიალურში მოყავს და ვღებულობთ იმას, რაც ჩვენთვის და თუნდაც და ჩვენი ქვეყნისათვის არის ძალიან ცუდი. ყოველდღიურად უყურებთ ერთ და იგივე საკითხს, ეს იქნება ტელევიზია, ეს იქნება სოციალური ქსელი, ეს იქნება სხვადასხვა ქუჩა, თუნდაც გინებას, უცენზურო სიტყვებს, წყევლას და ყოველდღე ერთი და იგივე თემა მიდის უკვე, ისეთი, რომ ეს ნამდვილად დასათრგუნია უკვე ადამიანებისათვის, ვინც რა თქმა უნდა აზროვნებს ცოტა ნორმალურ, ვისაც ესმის უფრო სწორად, რომ რა ძალა აქვს თუნდაც წყევლას. ძალიან ბევრი ადამიანი არის ღმად დარწმუნებული, რომ წყევლას რა ძალა აქვს და რა შეიძლება რომ მოუტანოს ადამიანს, ხო? მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რატომღაც არ ვიაზრებთ ჩვენ არასოდეს იმას, რომ რატო ვიქცევით ასე, რატო გვინდა ესე პატარა ერსა, სულ 3 მილიონი ადამიანი ვცხოვრობთ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში და მაინც ვერ ვთავსდებით ერთმანეთში, ვერ ვრიგდებით ერთმანეთში, რაღაცების გამო. ეს იქნება პოლიტიკური საკითხი, ეს იქნება არაპოლიტიკური საკითხი. ეხლა ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, მე ნამდვილად არ ვაპირებ პოლიტიკურ საკითხებს და თემებს რომ შევეხო, იმდენად რამდენადაც არ მაინტერესებს და მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც შევეხები ამ საკითხს. უბრალოდ მე მაინტერესებს, რაც ხდება, რასაც ჩვენ ყოველდღიურად უყურებთ. იმის გამო, რომ მე რაღაცა ჩემი აზრი მაქვს, ჩემი ხედვა მაქვს და ჩემებურად ვფიქრობ, ამის გამო სოციალური ქსელი იქნება ეს თუ ტელევიზია იქნება, მოდის აგრესია, მოდის ჩემი ლანძღვა გინება, შვილის გინება, დედის გინება, მამის გინება და იმდენად აგრესიულად არიან განწყობილები, რომ ერთი ადამიანი შეიძლება რომ მიფიქროს, რომ რატო ვაგინებ ამ ადამიანს, რაშია საქმე, იმიტომ რომ მე ჩემი აზრი მაქვს და ჩემი აზრი გამაჩნია. არ არსებობს მსოფლიოში ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთს გავს ან ერთნაირად აზროვნებენ. ყველა ინდივიდები ვართ და ამიტომ როგორ შეიძლება რომ აზრის გამო, ჩვენი ხედვის გამო 24 საათის განმავლობაში ვისმენდეთ და უყურებდეთ, როგორ ილანძღებიან, იცი როგორ ჩანს შორიდან რომ შევხედოთ, რომ გაყოფილია ერი გაიყო, თითქოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა ქვეყანას ებრძვიანო, ისეთი აგრესიულები არიან და ისეთი აგრესია, მე კიდე მინდა რომ სწორად ისევ და ისევ სწორად ჩაწვდნენ ჩემს საუბარში და კიდევ ვიმეორებ აუცილებლად იმდენად რამდენადაც მე არ მინდა რომ ვიღაცა ის იფიქროს, რომ მე რატომღაც რომელიმე მხარეს ვაქებ ან ვადიდებ, რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ მე მაქვს არჩევანი ერთი,
რომ მე ჩემი საქმე მაქვს და მე ჩემ საქმეს და ჩემ ხალხს ვემსახურები და ამ მომსახურებაში მე გული მწყდება და რომ ხედავ რა მდგომარეობაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში. მინდა შევეხო მაგალითად ერთ ამ თემას რომ აი წევა ხო როდესაც შენი შვილი სახლიდან გადის ამ დროს მე დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერი დედა შვილს ლოცავს და სიკეთეს და უფლის გვერდში დგომას უსურვებს და უსურვებს რომ მშვიდობი დაუბრუნდეს ოჯახში. ამ დროს მეორე წამს ვიღაცას წევდის, ვიღაცას კრულავს, ხო? ვიღაცისკენ მიმართული არის უცენზურო სიტყვებით, ვიღაცისკენ არის მიმართული აგრესიულად. როგორ შეიძლება რომ ჩვენ მადლი მივიღოთ? როგორ შეიძლება რომ ჩვენ უფალმა მადლი მოგვიტანოს, როდესაც ასეთი განწყობა არის? ნუ თუ ვერ ხვედავთ, ვერ ვხვდებით, ვერ ვხედავთ სამყაროში რა ხდება, მსოფლიოში რა ხდება, თუნდაც რაც მოხდა თუნდაც დღევანდელ დღეს რაც მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო? 10,000 თუ 1500 გადამწვარი სახლია და იქიდან სულ 5 ადამიანია გარდაცვლილი. თუნდაც რა მოხდა ესპანეთში, თუნდაც რა ხდება, რა მოხდა ჩვენთან, თუნდაც რა მოხდა დღესდღეობით რაც ჩვენ დავინახეთ რამხელა უბედურება დაგვაწყდა თავს ის ბავშვები რომ გარდაიცვალნენ, ხო? საკმარისია ეს ყველაფერი ჩვენთვის, რომ ჩვენ გავიაზროთ, რასთან გვაქვს საქმე. ხალხო, უფალი, როგორც ლმობიერია, შემწყნარებელია და მოსიყვარულია, ისევე არის ძალიან მრისხანე. მოვიქცეთ ისე, რომ არ მოხდეს ისე, რომ უფლის მადლი აღარ წამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, უფლის მადლი არ წამოვიდეს ჩვენს მიწაზე, ჩვენს ხალხში. ჩვენ ხომ ძმები ვართ, დები ვართ, ხო? ჩვენ ხომ პატარა ერი ვართ. მთელი საუკუნეები ჩვენი წინაპრები ურთქილდებოდნენ ჩვენ სამშობლოს, ჩვენს ერს, ჩვენს საქციეს, ჩვენს ადატს, ჩვენს ადამიანობას, ხო? და პირველ რიგში მიმართული იყო ყველაფერი ეკლესიისაკენ, მიმართული იყო უფლისაკენ. დღეს რას ვხედავთ? ყველაფერი დავიწყებული გვაქვს, ყველაფერი დაკარგული გვაქვს. და გამოსულები ვართ რაღაცის გამო, ძალიან ბევრს გააზრებულიც არ აქვს, თუ რის გამო აკეთებს ამას. რატომ ჩადის ესეთ რაღაცებს, რატომ იწევლება, რატომ უშვებს ნეგატიურ ენერგიებს ადამიანების მიმართ. ბედნიერებას მოგიტანთ, თუნდაც ის რომ ხვალ გაიგოთ, რომ მე დავუშვათ თქვენი წყევლით რაღაცა დამემართა, ან ვინმეს რამე დაემართა. ნუ თუ ვერ ხვდებით, რომ ანალოგიური გიბრუნდებათ. მერე დადიან, ეძებენ, ჯადომობს გაკეთებული და იქნება ვინმე ვნახო, რომ ეს ჯადომ უნდა ჩემშვილი ჯადო მოეხსნას და იქნება გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. მერწმუნეთ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავცვიდებით. ძალიან ცუდი მდგომარეობა დაგვიდგა და უფრო მეტად პრობლემები დაგვიდგება წინ. თუ ჩვენ არ გავიაზრეთ, თუ ჩვენ არ შევიყვარეთ ერთმანეთი, თუ ჩვენ არ მოვეფერეთ ერთმანეთს და ადამიანურად სიტყვით, სიყვარულით გადავწყვიტოთ ყველაფერი, თუ კი რამე შეიძლება რომ ჩვენს ქვეყანაში გადაწყდეს ნებისმიერი საკითხი. აქ ნდობის საკითხია და აქ სიყვარულის საკითხია. აქ არ არის ის რომ მე ვიღაცა მომწონს, შენის არ მომწონს, რა შუაშია აქ ყველა ჩვენ ადამიანები ვართ, ქართველები ვართ, ერთი სისხლის და ერთი ხორცის ადამიანები ვართ და ამიტომ ძალიან გთხოვთ და გემუდარებით, რომ გაიაზროთ ეს, რასაც აკეთებთ. გაიაზროთ ის, რომ არც ერთ შემთხვევაში მერწმუნეთ, რომ ძალიან ცუდია ის, რასაც აკეთებთ. ძალიან ცუდი ადამიანებისკენ მიმართვა, ამ წყევლით ადამიანებისთვის მიმართვა, ამ მიმართულებით როგორც თქვენ უდგებით და
გადარეული ვარ, როდესაც შევდივარ და სოციალურ ქსელებში ვიხედები, აღარ მინდა აღარც ვიდეოს მოსმენა, აღარ მინდა აღარც რაღაცის საკითხვა, ისეთი სისაძაგლეები ხდება, ისეთი მიმართვები ხდება, ქალი ქალს აღარ გავს, კაცი კაცს აღარ გავს, ბავშვი ბავშვს არ გავს. როგორ არ უნდა გაიაზროთ, რომ იმ სოციალურ ქსელებში პატარა ბავშვები შედიან, ამას კითხულობენ, ისმენენ, თქვენი შვილები არიან, თქვენი შვილებით შედიან, თქვენი შვილებით ნახულობენ. და მინდა აუცილებლად შევეხო კიდე ერთ საკითხს, რომ TikTok-ზე როდესაც შედიხართ და მე მინდა დედებს მივმართო აუცილებლად, რომ ნახავთ იქ, რომ პირდაპირ დევს როგორ გავაკეთოთ ჯადო, როგორ გავუკეთოთ ვიღაცას ჯადო. ამას ბავშვები კითხულობენ, ღებულობენ და სხვათა შორის ხშირ შემთხვევაში რაღაცის და ვიღაცის მიმართ მოქმედებაშიც მოხავთ. ეს და თქვენ არ იფიქროთ ის, რომ ის ბავშვია და ამას რომ სწავლობს და ამას რომ აკეთებს, რომ პატარა არის და გაუთვითცნობიერებლად აკეთებს. არავინ გაუთვითცნობიერებლად არაფერს არ აკეთებს, თუ კი ინტერესი ჩნდება მაგისი ბავშვის აზროვნებაში, რატო ლექსს არ ეძებს, რატო სიმღერას არ ეძებს, რატო თამაშს და რაღაცას არ ეძებს, მაინც და მაინც რატო გადადის მისი გონება იქეთკე, რომ ამით დაინტერესდა და ამის ინტერესი უჩნდება. ძალიან ვთხოვთ მშობლებს, რომ მიაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენ ბავშვები გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან ისეთნაირად, რომ გვიანი იქნება და ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც პრობლემებს დაინახავთ, ამ პრობლემებს ვერ უშველის ვერც ექიმი და ვერც ვერავინ და დაიწყეთ შემდგომში სირბილს, რომ აი რაღაცა აქვს ჩემშვილს გაკეთებული, ვიღაცამ რაღაცა გაუკეთა და დაიწყეთ ისევ და ისევ, რა ვიცი, ჯადოქრებში და 1000 ადგილას სირბილს, რომ როგორმე გამოიყვანოთ მდგომარეობით. ასევე დააბრალეთ სხვას თქვენი პირიდან გამოსროლ სიტყვებს, რასაც წევლა ქვია. ძალიან ხშირად მომისმენია და გამიგია გაოცებული უყურებ იმ ადამიანებს შვილს წევლიან, მეზობელს წევლიან, რა ვიცი, ნათესავს წევლიან, რის გამო? იმის გამო, როგორ შეიძლება დამწყევლო, რის გამო უნდა დამწყევლო? იმის გამო, რომ დაუშვათ ჩემი რაღაცა ნათქვამი არ მოგეწონა, ან ვერ გაიაზრე, ან ვერ გაიზიარე ჩემი ნათქვამი და არ ჯდება შენს აზროვნებაში. მაგის გამო შეიძლება რომ დამწყევლო, შეიძლება რომ ბავშვი შენი საკუთარი შვილი დაწყევლო და შემდგომში მერე მოხდება ისე, რომ როდესაც დაინახავთ პრობლემებს შვილებში, მერე ისევ და ისევ დაიწყებს სხვაზე გადაბრალებას და სხვებზე დაბრალებას, რომ იმისი ბრალია, ამისი ბრალია და ასე შემდეგ. და რაც შეეხება კიდევ აუცილებლად აი ელემენტარულად მინდა რომ არ დამავიწყდეს აგიხსნათ, რომ აი მარტივად აგიხსნით, თუნდაც აი ნებისმიერ მეცნიერულ დონეზეც რომ კითხოთ და გამოიკითხოთ, ხო, წევლა არის პირდაპირ ჯადო. აღარ უნდა აქ ზედმეტი ახსნა, ნებისმიერი პირიდან გამოსროლილი სიტყვა, აი მარტივად გეტყვით, ასე მიტანეთ ახლო პირთან ხელი და დაიწყეთ საუბარი და მიხვდებით ბგერები როგორ ეცემიან ხელს და როგორ მატერიალური ხდება ჩვენი ნებისმიერი ბგერა და როგორ ჩვენი ნებისმიერი სიტყვა, რომელს სიტყვასაც ჩვენ ვიძახით. რატომ უნდა გამოუშვათ ნეგატივი, რატომ უნდა გამოუშვათ ტყვია, რატომ უნდა გამოუშვათ პირიდან? ეს არის იგივე იარაღი. პირიდან გამოსროლილი ყველა სიტყვა ნეგატიური, ეს არის იარაღი. მომაკვდინებელია ხალხო. მომაკვდინებელია. მერწმუნეთ, დაიჯერეთ, მიიღეთ. კარგი, ჩემი თუ არა სხვას კითხეთ, სხვაგან გაიკითხეთ. კიდე გიმეორებთ, მეცნიერულ დონეზე გაიკითხეთ, რომ ყველა სიტყვა არის მატერია. ყველა ჩვენგან წამოსული სიტყვა არის მატერია. რატო? თქვენ დალოცვილებო, დავილოცოთ, მოვეფეროთ, უფალ შევევედროთ, რომ
თუნდაც რაღაცას ვერ ვიაზრებ, თუნდაც შტერი ვარ და ვერ ვიაზრებ, ხო შეიძლება რომ უფალს თხოვეთ რომ გონი გამიხსნას, უფალს თხოვეთ რომ გონზე მოვიდე და სწორად ვიაზროვნო, რატო უნდა მწყევლოთ, რატო უნდა მაგინოთ ან სხვას რატო უნდა ვაგინოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს, მოვესიყვარულოთ, ნუ თუ არ გვეყო, ვერ ხედავთ სამყაროში რა ხდება, ვერ ხედავთ რა სიტუაციაში არის მთელი მსოფლიო, რომელი ერთი გითხრათ, რომელი ერთი შევეხო, თუნდაც როდესაც დაიწყო 2019 წელს პანდემია, დღეს არავინ აღარ საუბრობს იმაზე, რა მოხდა, რატო დაიწყო, საიდან დაიწყო. ზოგი საუბრობს, ჩინეთმა რაღაც აქნა, ზოგი იძახის, ამერიკამ რაღაც აქნა, რა თქმა უნდა, ყველა ცუდი უარყოფითი ადამიანის ხელით ხდება, მაგრამ რატო ხდება ადამიანის ხელით? საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი? წამოვიდა ზეციური სამყაროდან. წამოვიდა მაღლიდან, ჩემო კარგო, ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გადაიღალა, ვერ მიგვიყვანა უფალმა იქამდის გონი გაგვიხსნას და ერთხელ და სამუდამოდ დავდგეთ სწორ გზაზე, ჭეშმარიტ გზაზე, უფლის გზაზე, უფლისკენ მომავალ გზაზე. ჩვენ ხომ დროებით ვართ მოსულებით, ჩვენ ხომ სამუდამოდ არ გვაქვს ჩვენ აქ საცხოვრებელი, ჩვენ ხო დღეს არის თუ ხვალ, არავინ არ ვიცით ხო ვინ როდის წავდგებით უფლის წინაშე. ჩვენ ხომ და გქონდეს იმისი უფლება, თუნდაც უფლება, რომ წავდგეთ იმას წინაშე და მივიღოთ ცათასასუფეველი. ვერ მივიღებთ. ჩვენ როგორც ვიქცევით, როგორც მოქმედებთ და არა მარტო ჩვენ, მთელი მსოფლიო, რაც ეხლა ხდება, ვერ მივიღებთ. რა თქმა უნდა, პანდემიასაც მივიღებთ, კატასტროფასაც მივიღებთ, მიწისძვრასაც მივიღებთ, წყალდიდობასაც მივიღებთ, ყველაფერს მივიღებთ. თუ ჩვენ არ გავიაზრეთ, გონს არ მოვედით და სწორად არ დავიწყეთ მოქმედება და ჩვენი სწორი მოქმედება არის ერთი მიმართულება, უფლის გზა. უფლისკენ სავალი გზა გვაქვს გასავლელი. სამყარო ყოველთვის გვიყურებს, გვაკონტროლებს. არასოდეს არ უნდა გამოვიდეთ კონტროლიდან. მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან ბევრი კითხვა წამოვა და ძალიან ბევრი იკითხავს იმას, რომ თქვენ როგორ ცხოვრობთ, ან სხვა როგორ ცხოვრობს, არა გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს გადაცნობები, რა თქმა უნდა, ჩვენც უშვებთ შეცდომებს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომა, რომელიც არასოდეს არ მოინანიება და ერთადერთი არის ჯადო, წყევლაც იგივე ჯადოა, ვიმეორებ, რომელიც მოუნანებელი, არ მოგინანიებენ მას. ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა, რომელიც ცოდვასაც ადამიანები ჩავდივართ და შემდგომში მე ვეძებთ იმას, რომ რატო არ ესე, უფლის წინაშე რა დავაშავეთ. ბევრი რამე დავაშავეთ, ამიტომ გემუდარებით ყველას გთხოვთ, ერთმანეთი გიყვარდეთ, ერთმანეთში შერიგდით, ერთმანეთს მოეფერეთ, არაფრად არ გვიღის არაფერი, აბსოლუტურად არანაირი სკამი, არანაირი თანამდებობა, არანაირი სამსახური, არაფერი არ გვიღის, იმიტომ ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი სრულდება ბოლოს ჩვენი გარდაცვალებით და ყველაზე მთავარი ბოლოს მინდა გითხრათ, ღმერთმა ქნას, რომ გარდაცვალებით დამთავრდეს ჩვენი ცხოვრება და არა სიკვდილით. სამყაროში ჩემო კარგებო, ყველაფერი არის კანონზომიერი. გვავიწყდება ეს ყველაფერი. აი ძალიან მარტივად გეტყვით, რომ ჯაჭვი, რომელიც გაწყდება და ძირს დავარდება, იმ ჯაჭვს ერთიანად ვერ ავიღებთ და ვერ გავამთელებთ, ხო? იმიტომ რომ იქ ბალანსია დარღვეული უკვე. ასეთი ბალანსი ირღვევა, როდესაც სამყაროს წინაშე არ ვიქცევით სწორად, არ მიყვავს სწორად ჩვენი ცხოვრება, ჩვენი რითმი, რითმულად ვერ მივდევთ სწორად და რაღაცა მატერიალურში ვართ, რაღაცა მატერიალურზე ვფიქრობთ, მატერიალურზე ვზრუნავთ,
აი ძალიან ხშირად მესმის ხოლმე ის რომ აი იცით რა არის რომ ვიღაცა კარგად ცხოვრობს, ვიღაცა ცუდად ცხოვრობს, ჩვენ არავინ არ ვიცით ვინ როგორ ცხოვრობს. ჩვენ მარტო უყურებთ მატერიალური კუთხით, რომ ვიღაცა ჩვენზე დაუშვათ მეტად კარგად, მატერიალურად კარგად არის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით იმას, რა პრობლემა აქვს, რა მდგომარეობაშია და რა ხდება საერთოდ მის თავს. ამიტომ არ შეიძლება შეფასება, გარედან შეფასება არ შეიძლება ადამიანის, თუ ადამიანის სულში ვერ ჩაიხედე, მის ცხოვრებაში ვერ ჩაიხედე, ამ შეფასებას ვერასოდეს სწორად ვერ გააკეთებ, ისევე როგორც ვერ გავაკეთებ სწორად დაუშვათ სხვა ადამიანის შეფასებას, რა ხდება დაუშვათ მასთან ოჯახში ან ზოგადად მის თავს, ხო? აი მარტივად გეტყვით, რომ ამ ბოლო პერიოდში რასაც უყურებ, პირდაპირ გახსნილად უყურებ ჯადოქრობებს. რიტუალები კეთდება ქუჩებში. ეს ხომ ჯერ სასირცხვილოა, ეს არის სამარცხვინო, ეს არის ძალიან ცუდი და აი სადირღვევა ეს ბალანსი. არ გვაპატიებენ ღმერთი და ჩვენი უფალი ამას არ გვაპატიებს. არ გვაპატიებს, არც მე მაპატიებს და არც თქვენ იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად მივმართოთ, ყველამ ერთად დავაბალანსოთ, ვთხოვოთ უფალს, რომ ყველაფერი დაალაგდეს, სიმშვიდე ჩამოყალიბდეს, სიხარული ჩამოყალიბდეს და აგრესია წავიდეს, გაქრეს. ეს ყველაფერი ცუდი, ნეგატივი, რაც კი მოდის ადამიანიდან, ეს ყველაფერი გაქრეს. ამისათვის ყველამ უნდა ვილოცოთ, ყველამ უნდა შევევედროთ ღმერთს, რომ ეს გამოსწორდეს ეს სიტუაცია და დაბალანსდეს მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. მიუხედავად იმისა, ახლა ჩვენ სხვა ქვეყნებს ვერ ჩემი საუბრი და ვერ თქვენი საუბრი შეიძლება ვერ მივაწვდინოთ და ვერ მივიყვანოთ მაგ გონებამდე, მაგრამ ჩვენ ხო ქართველები ვართ. ჩვენ ხო გვესმის ერთმანეთის ენა, ჩვენ ხო გვესმის მენტალობა ჩვენი რა არის. რა არის ჩვენი მართლმადიდებლობა, რა არის ჩვენი ქრისტიანობა, რა არის ჩვენი უფლის სიყვარული, რა არის ჩვენი ადამიანის სიყვარული. როგორ შეიძლება უსიყვარულოდ იყო? როგორ შეიძლება ადამიანი გძულდეს, ადამიანი გეჯავრებოდეს რაღაცის გამო, რაც უნდა იყოს? პირიქით, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. მივიყვანოთ ერთმანეთი საუბრით, მშვიდად, მოფერებით, სიყვარულით და გავააზრებინოთ ის დაუშვათ, რაც თქვენ არ მოგწონთ ჩემში, ან მე არ მომწონს თქვენში. გულში უნდა დაისადგუროს სიყვარულმა, გულიდან უნდა მოდიოდეს, გრძნობით და გრძნობებით უნდა მოდიოდეს, აქედან უნდა ამოდიოდეს, უნდა ვაფრქვევდეთ სიკეთეს, უნდა ვაფრქვევდეთ სიყვარულს, უნდა ვაფრქვევდეთ ყველასათვის მიმართული უნდა გქონდეს, რომ ყველა ბედნიერი იყოს, ყველა ჯანმრთელი იყოს. სამყარო სამართლიანია, ჩემო კარგებო, სამყარო არასოდეს არ პატიობს ისეთ საკითხებს, რაც კიდე გიმეორებთ. ჯადო არის მომაკვდინებელი ცოდვა. მაგრამ სამყარო საჩუქრებს მოგცემს მაშინ, როდესაც ჩვენ დავანახებთ მას, ჩვენი ერთმანეთის სიყვარულს, ერთმანეთის პატივისცემას, ერთმანეთთან სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და როდესაც ამ ყველაფერს დაინახავს, რა თქმა უნდა, ისეთ კარგ საჩუქრებს მივიღებთ, რომელი კარგი საჩუქრიც რა არის ჩვენთვის? არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა, ჩვენი შვილების ბედნიერება და კეთილდღეობა და რა ვიცი, ძალიან არ მინდა რომ შორს წავიდე, რომ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. გულით არ ვაკეთებთ. თავარია გულით გავაკეთოთ. თავარია გულით გვიყვარდეს ერთმანეთი. გულიდან უნდა მოდიოდეს ყველაფერი და სამყარო უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ყველა გადავდგით ის სწორი ნაბიჯი, რომელიც სწორი ნაბიჯითაც აქამდესაც უნდა გვევლო და თუ ვერ ვიარეთ, ეხლა მაინც შევცვალოთ მდგომარეობა და სიტუაცია,
როგორც ჩვენი ხალხისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ჩვენი მიწისთვის. ჩვენ წილხვედრი ქვეყანა ვართ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ისევ და ისევ გვაქვს ჩვენ დაცვა იმისა, რომ გამოგვაფხიზლონ, მოგვიყვანონ აზრზე და შევცვალოთ მდგომარეობა, შევცვალოთ ეს ყველაფერი და დავდგეთ სწორ გზაზე და სწორად წავიდეთ უფლისკენ, უფლის მიმავალ გზაზე. იმიტომ რომ როდესაც დაძაბულობა ხდება, როდესაც დაძაბულია ქვეყანა, როდესაც დაძაბულია ხალხი, როდესაც ნეგატივი გამოდის ყოველ წუთში ყველასგან და იძაბება ქვეყანა, იძაბება ხალხი და აკვირდით ქუჩებში გავიაროთ, შევხედოთ, აბა დაინტერესდით და შეხედეთ საზოგადოებას, როგორი დასტრესილი დადის, შეხედეთ საზოგადოებას, თუ შეგიძლიათ რომ აღმოიცნოთ, რომ რამხელა პრობლემებშია, ჯანმრთელობის პრობლემებშია, ფსიქიურ პრობლემებშია, ფსიქოლოგიურ პრობლემებშია საზოგადოება. რატო? იმიტომ რომ ზუსტად სამყარო არ პატიობს ამას და ზუსტად იქედან მოდის ის უარყოფითი ენერგიები, ის დაძაბულობა, რომელ დაძაბულობასაც ჩვენ ვღებულობთ და ჩვენ მერე ვაძლევთ საზოგადოებას ჩვენი სიტყვებით, ჩვენი მოქმედებით, ჩვენი საქციელით. ამიტომ კიდევ და კიდევ გთხოვთ და გემუდარებით, ყველამ გავიაზროთ სწორად. მე შეიძლება ვიღაცას ბევრს არ მოეწონოს, თუნდაც იმიტომ რომ მის აზროვნებაში ვერ ჯდება, იმიტომ რომ მას ყველაფერი დაკარგული აქვს, მადლის დაკარგული აქვს, მერდის დაკარგული ყავს და ყველაფერი და რა თქმა უნდა, როდესაც ნეგატიური რას ხრია, ეს მცარელა სიტყვები არ მინდა რომ მარტო სიტყვა გამოხატო, შეიძლება იმ ნეგატივში ვიღაცამ ბევრი სხვადასხვა რაღაცები აღიქვას. ნეგატივი რა არის? უარყოფითი ენერგია, ზეციდან ასტრალიდან წამოსული უარყოფითი ენერგია, რომელიც მოდის საიდან? უფლისგან ხომ არ მოდის ეს უარყოფითი ენერგია, მოდის სხვა ძალებიდან, სხვა ძალებიდან, ჩვენგან გაშვებული ისე უკან გვიბრუნდება. ამიტომ თუ სწორად არ მოვიქცევით და სწორად არ წავიყვანთ ყველაფერს, ისევ და ისევ ზუსტად ამ ნეგატივში ვიქნებით, რომელი ნეგატიური ენერგიები არის ჩვენში, სადაც ინგრევი, იშლება ყველაფერი, რა ვიცი ახლა ვისთვის ცნობადია და ვისთვის უცნობი ის აურა, რასაც ვეძახით, რომ ჩამოშლილი აქვს ადამიანს და აი როგორც წყალი მოდის დინებით, ასე დინებით ასტრალიდან წამოსული უარყოფითი ენერგიები, ასე დინებით შედის თქვენ სხეულში, რომელიც კარგს არაფერს არ მოგვიტანს და როდესაც მე ვინგრევით, ჩნდება 1000 დაავადებები, 1000 პრობლემები და სამწუხაროდ თემა ის არის, რომ იქედან მოსული პრობლემები, ამ ნეგატიური გზით მოსული პრობლემები, მაგას წამალი ვერ შველის და მაგას მკურნალობა ასე რომ აფთიაქში წამალი ვიყიდე დავალიე, მაგას ვერ შველის. ამიტომ გემუდარებით და გთხოვთ ისევ და ისევ ეს ყველაფერი გავიაზროთ, სწორად გადავხარშოთ, სწორად გავანალიზოთ, სწორად გავათვითცნობიეროთ თვითეული სიტყვა. აი თუნდაც მოისმინეთ ეს ვიდეო, თქვენ თავთან დარჩით მარტო და თვითეული სიტყვა გაანალიზეთ. მე არა ვარ არავის მტერი, მე მიხარია და მინდა, რომ ჩემი ერი, ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლო იყოს კეთილდღეობა, სიტყვა, სიხარული, ბედნიერება და ყოველი წელი იყოს ჩვენთვის ბედნიერების მომტანი და ბედნიერებით შევხვდეთ ყოველ ახალ წელს. გაიხარეთ, იცოცხლეთ, დიდი მადლობა. დაე სინათლემ და გულწრფელმა სიყვარულმა დაისადგუროს ჩვენს გულებში. ამინ.